და ჩვენი ბოლო თემა ხო ზაფხულის არდედეგების დროს წიგნების კითხვა ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო აქტივობაა ლაშა დამეთანხმება. ზაფხულში მეტი თავისუფალი დრო გვაქვს და საუკეთესო პერიოდია ახალი ნაწარმოებების აღმოსაჩენად. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ წიგნები სწორად შევარჩიოთ. თუ კი ჯერ კიდევ არ იცით რა წაიკითხოთ ზაფხულში, გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო რეკომენდაციას და სანამ ჩამონათვალს შემოგთავაზებთ, აქვე გეტყვით იმასაც, რომ წიგნების შერჩევა და ის ადგილმდებარეობა, რომელიც ჩვენ განსაზღვრეთ, ძალზე სუბიექტურია. მაშ ასე თვითმფრინავში დასაკითხი წიგნები ჩვენ შევარჩიეთ გაბრიელ გარსია მარკესის შევხვდებით აგვისტოში შეგახსენებთ ეს მარკესის ბოლო წიგნია რომლის გამოცემაც ავტორს არაფრით არ უნდოდა მაგრამ შვილებმა სხვანაირად გადაწყვიტეს გურამ რჩეულიშვილის პროზა ლინგრენის შენს ბოთლებს ბალიშის ქვეშ ვინახავ კამიუს უცხო რა სიტყვი გადასარევია გააჩნია ხო ვის როგორი არჩევანის გაკეთება უნდა მით უმეტესად ჩვენ კიდე გვაქვს გარდა თვითმფრინავში დასაკითხი მატარებელში დასაკითხი წიგნები ნუ აგატა კრისტი ხა თავისთავად ცხადია მისი თავისი აი ამ საოცარი დეტექტიური სამყაროთი ბუნებრივია ძალიან საინტერესოა და ეს ერთი ამოსუნთქითი კითხება მით უმეტეს ახლა კვლევა აღმოსავლეთ ექსპრესში შესაბამისად მე ვფიქრობ რომ ღირს. რატომაც არა. დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრჯერ აქვს აკითხული, მაგრამ აი ამ წიგნების მთელი ხიბლიც ეგ არის ალბათ ანუ კარა. ხელმეორედ მიბრუნება და ახალი რამის აღმოჩენა მაშინ ნამდვილად. ოსკარ უაილდის დორიან გრეის პორტრეტი. თანახმოვარ. შევთანხმდით ანუ ამაზე. პატი სმითის უბრალოდ ბავშვები და აკა მორჩილაძის კუპიდონი კრემლის კედელთან, ნუ რაც შეეხება აკა მორჩილაძის მე არ მგონია რომ მას რომელიმე მისი სხვა ნაწარმოები არ იკითხებოდეს გინდა თვითმფრინავში, გინდა მატარებელში და ჩვენ კიდე გვაქვს წიგნები, რომელიც ასევე უნივერსალურად შეიძლება ნებისმიერ ვითარებაში წაიკითხო და მივალთ ამ წიგნებამდეც. ბაში გავაგრძელოთ სანაპიროზე წასაკითხი წიგნებით, ლაშა სკოტ ფიჯერალდის ნაზი აღამე, ჯეინ ოსტინის სიამაყე და ცრუ რწმენა ბაბლუანის საქვე მზე მთვარე და პურისყანა და სალი რუნის ჩვეულებრივი ადამიანები. ხო, და ამახში წასაკითხი წიგნები, აი ეს ის ნაწილია, რომელსაც ზუსტად იგივეს განმეორდები და ვიტყვი, რაც თქვი აკა მორჩილაძეზე, ხა ნოდარ დუმბაძის მევებია ილკო და ილარიონი ვერცერთს ვერ გამოვყოფდი, ვერც ვერ მევხედავ მზეს, ვერც ჰელადოს, არაფერი, ყველაფერი უნდა წაიკითხო ნოდარ დუმბაძის და ერთს ეხა რომ ამას რო ვკითხულობდი, ფიქრობდი, იცი რა ჩემთვის მაგალითად წარმოუდგენლად ძალიან მაგარია გაუმარჯოს გიგილოს აი ესეთი ეს არის ფანტასტიკური რომ შეგიძლია წაიკითხოთ ნებისმიერ ადგილას ნებისმიერ ვითარებაში მაგრამ ამაში წაკითხოს სხვა თუ გაუძლებ ამაში თუ გამაგრდები იმიტომ რომ იქ ისე დეტალებზეა იუმორისტულზე გასმული ხაზი რომ ძალიან გაუჭირდება ადამიანს კი ბატონო ნუ გურამ დოჩანაშვილის კაცი რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა წარმოუდგენელი და ფანტასტიკური რამ არის და შესაბამისად ესეც დიდ სიამოვნებას მოგვრით, ნუ რაც შეეხება ჰემინგუეის მოხუცი და ზღვა, ასევე ჰემინგუეის ნებისმიერი ასევე მოთხრობები შეგიძლია წაიკითხოთ ის სიამოვნოთ და ჯონ აპდაიკის ბრაზილია. აი ეს არის ის წიგნები, რაც ჩვენი აზრით თქვენთვის ძალიან საინტერესო იქნებოდა.